მოგესალმებით, საქმის კურსი პირდაპირ ეთერში იწყებს მუშაობას, რა თემებს დავუთმობთ დღეს ყურადღებას ნინო ტაბატაძე გაგაცნობთ. დაუსაბუთებელი პრემიები, გაცდენილ დღეებზე დარიცხული ხელფასი, შვებულების ან მივლინების პერიოდში დასაბუთების გარეშე ჩასხმული 30,000 litrზე მეტი საწვავი. სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ნავთობისა და გაზის კორპორაციის 2022-23 წლების აუდიტის შედეგები წარადგინა. დოკუმენტში ნათქვამია, რომ კორპორაციის მხრიდან ეკონომიკის სამინისტროსთან შეთანხმება გეგმაზე მეტი ოდენობით ხარჯვა პრაქტიკულად ფორმალურ ხასიათს ძენს კორპორაციის საქმიანობის ბიუჯეტირების პროცესს და პარტნიორის ფუნქციას გასაწევი ხარჯების შეთანხმებასა და კონტროლთან დაკავშირებით. აუდიტი მიუთითებს, რომ კორპორაციაში არ არის დანერგილი სისტემა, სადაც განსაზღვრული იქნებოდა თანამშრომელთა წახალისების კონკრეტული კრიტერიუმები. შედეგად 2022-23 წლებში 7,184,000 ლარზე მეტი პრემია არ არის სათანადოდ დასაბუთებული. ამასთან კორპორაციის მენეჯმენტის პრემირება განხორციელებულია კანონმდებლობის მოთხოვნების დაუცველად პარტნიორთან შეთანხმების გარეშე. კორპორაციის მენეჯმენტზე 2022 წელს გაცემული იყო 725,106 ლარის პრემია. აუდიტის სამსახური ყურადღებას ამახვილებს შტატგარეშე დასაქმებულებზეც. ასეთი 2022-23 წლებში 61 პირი იყო, ამჟამად კი მათგან 15 გათავისუფლებულია. კორპორაციაში არ არის დანერგილი ეფექტიანი კონტროლის მექანიზმები, თანამშრომელთა ფაქტობრივად ნამუშევარი დღეების აღრიცხვის და ანაზღაურების მიზნით და არსებობს რისკი, რომ თანამშრომლებზე არასაპატიო მიზეზით გაცნელ სამუშაო დღეებზე გაცემულია შრომის ანაზღაურება და არ არის გამოყენებული შრომის შინაგანი წესით განსაზღვრული დისციპლინური ზომები. ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტი და მზარდი გეოპოლიტიკური დაძაბულობა პირდაპირ აისახება საერთაშორისო საავიაციო ბაზარზე. ჰერაკლეონის საერთაშორისო აეროპორტის საავიაციო განვითარების დირექტორის თია მაჭავარიანი BMG-სთან ამბობს, რომ პირდაპირ რეისების შეფერხება მინიმალურია, თუმცა მნიშვნელოვნად იკლო ტურისტული პროექტების გაყიდვებამ. დამსვენებლებში შეიმჩნევა ეგრეთ წოდებული მოლოდინის რეჟიმი, ისინი აკვირდებიან მოვლენებს და ბილეთების შეძენას ბოლო მომენტისთვის დებენ, აღნიშნავს მაჭავარიანი. კრიზისის პარალელურად დღის წესრიგში დგება საავიაციო საწვავის დეფიციტის პრობლემაც. ვარაუდობენ, რომ მაისის შუა რიცხვებიდან ავიაკომპანიებს შესაძლოა საწვავის მიწოდების შეფერხება შეექმნათ. პრობლემის გადასაჭრელად კი ავიაკომპანიები არაპრიორიტეტული და დაბალი დატვირთვის მქონე რეისების გაუქმებას გეგმავენ. გამოსავლის სახით სექტორი სულ უფრო მეტ ყურადღებას უთმობს ეკოლოგიური საწვავის განვითარებას, თუმცა მისი სრულად დანერგვა ხანგრძლივი პროცესია. ვთქვათ, სერიოზულ ავიაკომპანიებს ჯერჯერობით აქვთ საწვავის რეზერვი. როგორც თქვენ ახსენებთ, მაისის დაახლოებით შუა რიცხვებამდე ყველაფერი კარგად არის. ჩვენ ველოდებით იმას, რომ ავიაკომპანიები დაიწყებენ არაპრიორიტეტული მიმართულებების გაუქმებას. ანუ ის მიმართულება, რომელიც არ იტვირთება სათანადო 96-98%, ალბათ ის მიმართულებები შეეწირება საწვავის კრიზისს. განსაკუთრებით დაბალ ბიუჯეტიანი ავიაკომპანიები, რომლებიც ისედაც აუქმებენ ყოველთვის არაპრიორიტეტულ მიმართულებებს. და ასევე ძალიან დიდი ყურადღება ეთმობა ბოლო დროს ეკოლოგიურ საწვავს, ეგრეთ წოდებულ SAFs, რომელსაც ახლა ბოლო დროს ძალიან ტრენდულია, თუმცა ჯერ ნაადრევია იმის თქმა, თუ ჩაანაცვლებს ეს საწვავი ტრადიციულ საავიაციო საწვავს. ავიაციის სექტორში არსებულ გამოწვევებზე ვისაუბრებთ სტუმართანაც, როგორ აისახა საავიაციო ნავთის გაორმაგებული ფასები საჰაერო ტვირთბრუნვაზე. რამდენად შეძლო არსებული ვითარების დაბალანსება წინასწარმა კონტრაქტებმა და ფასების ჰეჯირებამ და როგორია სექტორის მოლოდინები. გიორგი ზუმბაძე, Skylog-ის მმართველი პარტნიორი შემოგვერდება 15 საათსა და 30 წუთზე საქმის კურსში. გაზრდილი ჯარიმები აზარტული თამაშების ბიზნესისთვის პარლამენტში უკვე დაიწყო კანონპროექტის განხილვა, რომელიც სათამაშო ბიზნესის სექტორში რეგულირების მნიშვნელოვან გამკაცრებას ითვალისწინებს. ცვლილების მიხედვით, თუ კომპანიები სანებართო მოსაკრებელს დადგენილ ვადაში არ გადაიხდიან, მათ საქმიანობის უფლება ავტომატურად შეუწყდებათ. ბაზარზე დასაბრუნებლად კი თავიდან მოუწევთ სანებართო მოსაკრებლის სრული ოდენობის გადახდა, რომლის ღირებულება 100,000-დან 5 მილიონ ლარამდეა. იზრდება თავად ჯარიმების ოდენობაც. არსებული 7,000 ლარის ნაცვლად სანქცია 20,000 ლარი გახდება, ხოლო მისი გასამაგებული ოდენობა 60,000 ლარს მიაღწევს. მთავრობა იმედოვნებს, რომ სანქციების გამკაცრება გამოიწვევს სანებართო მოსაკრებლის დროულად გადახდის პროვოცირებას და ბიუჯეტში თანხების მობილიზებას. რატომ დადგა დღის წესრიგში ჯარიმების გაზრდა და რა პოზიცია აქვს თავად სექტორს? ნუცა შუბაშვილი მუშაობს დღეს პარლამენტში და შეფასებებს შემდეგ გამოშვებებში გაგვაცნობს.
ხორბლის მწარმოებლები გამოწვევებზე საუბრობენ. ერთ-ერთი მიზეზი ღვინალექია, რომელმაც მოსავალს საფრთხე შეუქმნა. ფერმერები სახელმწიფოს მხარდაჭერას თხოვენ, რათა მოსავლის გადარჩენა მოხდეს. საკითხზე ხორბლის სექტორის წარმომადგენლებმა დარგობრივი საბჭოს ფორმატში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრთანაც შეხვედრაზე ისაუბრეს. აღინიშნა, რომ სექტორი პრიორიტეტული დარგია და ამ მიმართულებით დამატებითი მხარდაჭერის მექანიზმები შემუშავდება. შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება გამახვილდა სერტიფიცირებული თესლის ხელმისაწვდომობაზე, თანამედროვე ტექნიკისა და ტექნოლოგიების დანერგვის აუცილებლობას და მცირე და საშუალო ფერმერებისათვის სასაწყობე ინფრასტრუქტურით უზრუნველყოფაზე. განხილული იყო ყველა ის გამოწვევები, რომელიც ამ დარგის წინაშე დგას, სხვადასხვა რეგიონთან მიმართებით, კლიმატიდან გამომდინარე არსებობს სხვადასხვა გამოწვევები, ერთიან ჯამში ნამსჯელი იყო იმ მექანიზმებზე, თუ რა შეიძლება რომ არსებობდეს სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობილი გათვალისწინება აუცილებლად გვექნება ამ მექანიზმებთან დაკავშირებით მსჯელობა სოფლის განვითარების სააგენტოსთან და გათვალისწინებული იქნება მაქსიმალურად ის მოთხოვნები, რაც ფერმერებს ჰქონდათ. მოგხსენებათ საქართველოში უხვითალექია, რამაც გამოიწვია გარკვეული პრობლემები მეხმარების მიმართულებით. მინისტრმა ჰქონდა პოზიტიური შეხვედრა, აღუქო დახმარება შეძლების დაგვარად და ჩვენს ვართ კარგი მოსავლის და კაი მოლოდინების რეჟიმში, ასე ვთქვათ. ბევრი ახალი რამე მოვისმინეთ, მასთან დაკავშირებით ნადარბაზების ხასიათთან გაქცეს პასუხი, რომ ხვალიდან იწყება უკვე ის გადასტროლა და დაგროვება ნადარბაზების ტბაში და ეს არის ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ მთელი წლის განმავლობაში ჩვენ უკვე სარწყავი წყალი გვექნებოდა, სარწყავი წყლის პრობლემა ჩავთვალოთ, რომ მოგვარებული გვაქვს. როგორ წარმოუდგენია სექტორს არსებული გამოწვევების გამკლავება და რა მიმართულებით ჭირდება სახელმწიფოს მხარდაჭერა? ეკა გაზდელიანი მოგესწრებინებს ბიზნესის ხმას შემდეგ გამოშვებებში. რა გამოწვევებია კაკლისა და ნუშის წარმოებისა და ექსპორტის კუთხით? ფერმერებსა და ექსპორტიორებს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი შეხვდა და დარგობრივი საბჭოს შექმნის ინიციატივაც გააცნო, რომლის მიზანი სექტორში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება, სიახლეების გაზიარება და ფერმერებისათვის ეფექტიანი მხარდაჭერის მექანიზმის შემუშავება იქნება. საბჭოს შეხვედრები ყოველთვიურად მინისტრის მოადგილის კურატორობით, ხოლო კვარტალში ერთხელ უშუალოდ მინისტრის ხელმძღვანელობით გაიმართება. მინისტრი და ფერმერები ფიქრობენ, რომ ახალი ფორმატი ხელს შეუწყობს დარგის წარმომადგენლებთან აქტიურ კომუნიკაციას, ფერმერთა ინტერესების უკეთ გათვალისწინებას და სექტორის განვითარებისკენ მიმართული პროექტების დაგეგმვას. კაკალი და ნუში არის ერთ-ერთი სწრაფად განვითარებადი დარგი ჩვენი ქვეყნისთვის. ეს არის დარგი, რომელიც იძენს საექსპორტო პოტენციალს, შესაბამისად მნიშვნელობიდან გამომდინარე შექმნილი არის მინისტრთან საბჭო, რომლის ფორმატში შესაძლებელი არის, რომ დარგის წარმომადგენლებს შევხვდეთ, ვიმსჯელოთ იმ მნიშვნელოვან გამოწვევებზე, რომელიც დარგს აქვს. ტექნიკური ფორმატი, რომელსაც სამინისტრომ ჩაუყარა საფუძველი, ასე რომ ვთქვათ, და განახორციელა ეს შეხვედრა, ძალიან ღირებული არის ფერმერებს და ზოგადად, ასე რომ ვთქვათ, სექტორში ჩართულ პირებს აქვს პირდაპირი შესაძლებლობა პირდაპირ მიაწოდონ დაინტერესებულ და უფლებამოსილ პირებს, ასე რომ ვთქვათ, ყოველგვარი საჭიროებო საკითხები, რაც სექტორში არის და მიიღონ სწრაფი რეაგირება ამ კონკრეტულ პრობლემებზე თუ გამოწვევებზე, რაც სექტორში ფიქსირდება. ძალიან კარგი სიახლეა, იმიტომ რომ მუდმივად რაღაცა გამოწვევები არის. ხშირ შემთხვევაში ახალ-ახალი, იმიტომ რომ სოფლიო ბაზაზეც არის სტატიკური რაღაცები იცვლება და თუ ჩვენ საშუალება გვექნება, რომ ყველა მიმდინარე პრობლემას ჩვენ, თქვათ, იგივე რა სტრუქტურა ექნება, სადაც შეგვიძლია გავაჟღეროთ, სადაც მოგვისმენენ და სადაც შედამამისი მოქმედება იქნება, მხოლოდ ძალიან მოხარული ვიქნებით და დაწესებულად ძალიან წარადგება სექტორის განვითარებას. ამ და სხვა სიახლეებით ეთერში 1 საათში ბრუნდებით, დაგველოდეთ.